გინდათ. აი უგემრიელესი წითელი კომბოსტოს მჟავე, ხრაშუნა, სანამ როგორც აი უცებ რო ამოჭამთ ამ ხელა, იმას რა ქვია, ვედროს მიყევით ბოლომდე რეცეპტს. არის ხრაშუნა, უგემრიელესი უჯანსაღესი მიყვარხართ. ბავშვობაში დაბრუნდებით. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, მე და სანდრო მოგესალმებით, სანდრო მიეცალმე. ეხლა უნდა ვისაუბროთ მჟავე კომბოსტოს ჩადებაზე. აი თუ გინდათ რომ გამოგივიდეთ, აი ხრაშუნა, აი ხო არის რომ არ გამოსდით და სულ უნდათ რომ ხრაშუნებდეს და დამჟავებულიც იყოს. აი ამას ბატონი ალექსანდრე ეხლა ძალიან ლამაზად აგიხსნით მარტივად როგორ უნდა მოვამზადოთ. აბა სანდრო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში რა არის საჭირო? კარგი ჭურჭელი რა თქმა უნდა, წლივლის ვედრას რო ეძახიან და იყიდა ბორჯომში გაიქცა. და სამი ცალი კომბოსტო, სამი თავი კომბოსტო დავჭერი 4-ად. აჰა. პირველ რიგში რას ვაკეთებთ ახლა ხათუნა? ვაწყობთ. რა თქმა უნდა ვაწყობთ კომბოსტოს. როგორ ვაწყობთ? ზიგზაგისებურად? ზიგზაგისებურად არა, როლათა და ვერტიკალურად. აი ისე მიყვარს ჯერთი ნაბახუსებზეც ხო მაგარია. მე აი ჯამთელი პროდუქტია, უჯანსაღესი და ჯამთელობისთვის ხო გამთვის არის ვიტამინების ნაკრები. რა ვიცი მე. ნუ საკმაოდ ჩავიდა, ანუ 4-იც რო გეყიდა ჩავიდოდა ხო? აჰა. ეხლა რას ვაკეთებთ? მოვაშოროთ აქედან. გადავაგდოთ მომაწოდე? გადავაგდები გენაცვალე მიდი. აჰა. გადავაგდი. всё. ეხლა წყალი გვაქვს ადუნებული. ხო, რა ხდება ეხლა მაგ წყალში? რა ხდება ამ წყალში და ამ წყალში ეხლა პირველად უნდა შევაგებოთ მარილით, იმიტომ რომ არც ბევრი უნდა მოგვიდეს და არც ცოტა. დაახლოებით რამდენი ლიტრი წყალია და რამდენი მარილი? ეს ბევრია წყალი, მაგრამ მარილი ისე უნდა გავუკეთო, რომ იქბინებოდეს, კაი? ანუ რამდენი რო დათვალე? აი 4 კოვზი ჩავაყარე. არა, 5-ია, 6. აჰა, კარგი, რა, 1 კოვზი და. აი იმით ამოურე დიდი იმით, ნახე იქიდან ამოიღე მიდი მაგით. აა პატარა არ მიყვარს კაცო, კარგად ამოურიე გემრიელი. კარგად ხსნი ამას, ახლა დაახლოებით. ეს უნდა მოურიოთ, იცი რა არის, აი უნდა იქბინებოდეს ოდნავ მარილი რა, ესე რომ არ უნდა აკლდეს, არც ლაში არ უნდა იყოს. ხო, მაგრამ ლიტრი რამდენიაო ახლა დაგიწერე? ლიტრი რა ვიცი, ახლა ეს არის მაგალითად 10 ლიტრიანი. 10 ლიტრიანი ქვაბია. და არასავსე, დაახლოებით 7-8 ლიტრი. ხო. 7-8 მოკლედ litrze ამ წუთში გავუკეთე 2 სუფრის კოვზი. არა, 1 სუფრის კოვზი გავუკეთე litrze. აჰა. ნახოთ ახლა გავსინჯოთ როგორი გამოვიდა. და აი აგემოვნებს, ნახეთ წყალს თვითონ აგემოვნებს. კი ბატონო. ცხელია. სანდრო ბურჯუმულათა თქვი, ცხელია. 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 ჩემნაირათა თქვა. კარგია. შვენიერი, ეხლა რას ვაკეთებ? შვენიერი, ახლა გადავაგდე კოვზი. ხო, ეხლა რას ვაკეთებ? და ეხლა გამოვხარშოთ, მე ჭარხალი ცოტა უნდა მოიწალოს. მთლიანებს ხარშა? და მე დავჭრე ამას და ყველაფერი და ჭარხალი უნდა მოიწალოს. რამდენი წუთი? დაახლოებით 5-დან 10 წუთამდე რა, 10 წუთი ჯობია რომ მოიწალოს ჭარხალი. მიდი დავხარე გაუშვეს. აქ რა სილამაზეებია. ჩაუშვათ ციცაკები. ციცაკებსაც შიგნით ხარშა? აბა, ყველაფერში. აი, ხალხო მერწმუნეთ, რომ ასეთი მჟავე კომბოსტოს ვერსად ვერ შეჭამთ. აი, ცხოვრებაში რო არ ჩაქაშდება, ისეთია. ეს უნდა. მეც პირველად უყურებ ახლა ინტერესი თქვენთან ერთად. წავაწყვეტოთ კუდები. აჰა. და ჩაუშვათ. აჰა. და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ნიახურით. მხოლოდ ნიახურია ხო სანდრო? მხოლოდ არანაირი ნიორი, არანაირი ხახვი და ასე შემდეგ სპეციები. ხო, ამას ესეთი ცხვირი აქვს და ამას ესეთი გემოები იცის. უყურეთ, აი ესეთი კონა ნიახურის. ერთი დიდი კონა. დიდი კონა ნიახური. წინასწარ ნახე ჩაალბო და გარეცხა. წავიდა ნიახური. და ეხლა რა შვები? და ეხლა დაველოდოთ, სანამ გამოიხარშება ეს ყველაფერი კარგად. შემდეგ 10 წუთში ამოვიღებ ჭარხალს. რო დავჭრა. დაჭრის და დაგიბრუნდებით. ხაინ წამოხარშე. 10 წუთი წამოვხარშე და ეხლა დავჭრე ამას ესე გვარლებოთ რომ ალყა. ალყა ხო რა. მიდი დაჭერე ერთი მაგალითისთვის. აი მაგალითისთვის ასე. უყურე. ოპა. ხედავ? ეს თან ხრაშუნა იქნება. საჭმელად ეს უგემრიელესია და სასარგებლო. სასარგებლოზე სასარგებლო. სისხლს წმენც ეგრევე ხალხო, ეს უნდა ჭამოთ. ეს ჩაუშვებთ ახლა ვედრაში. აი ნახე. აი ესე.
ფენა არ უნდა პირდაპირ ზემოდან დააყრი. ფენა ეხლა ეს დუღისო დაიწყეს მე. ჩავაც ქვემოთ. ხო? თვითონ შეიცვლის ფორმას, იმიტომ რომ მდებარეობას უბრალოდ ფორმას კი. გასაგებია. აი, ეგ შემოკარგვა. და ეხლა უკვე დავასხავთ ხო მალევე. არა, ჯერ უნდა გამოიხაშოს. იქი ხარში მოგოსტნეული. ნიახური ხო? ნიახური და ტიტაკა. ნიორი არ უნდა ნიორი კატეგორია. კატეგორიულად არ უნდა ნიორი. ერთადერთი წნილია, რომელსაც არ უხდება, ყველაფერს ნიორი არ უხდება, ეს სანდროსგან ვისწავლე. კარგი დროებით და გემშვიდობებით. всё, ბოლო შტრიხი რა შვები სანდრო. ფასო მეგობრებო, დამავისყა მე ზღან ვიდეოში ბეთქო, დაფნის ფოთოლის ჩავაყარე 5 ცალი. ხო, და ამოიღე ბოლომდე, ხო? ბოლომდე კი ეს ყველაფერი გავუშვა, აბა ეხა თავისი წვენი და ყველაფერი ამ იმაში ნახარში და ამოვიღებ ეხლა აი ეს. არ უნდა შეგნოთ, იმიტომ რომ არ უნდა შეყვეს, ხო არ ჭირდება რა, ჯერ ერთი მე არ მომწონს ეხლა ტიპტივებს რაღაცეები და ჯობია რომ ეხლა ერთი ფოთოლი ალბათ შეყვება რაღაცა. всё, და ეხლა რა შვები იმას დააცხავ და ასრულებ ამას. დააცხავ და всё, მორჩა მაგითი ყველაფერი. აი ხა გაჩვენებთ ეხლა. და ძმარი, აუცილებლად ერთი ჭიქა ცხარე ძმარი უნდა. ბოლოში? ბოლოში, ხო. აი გაჩვენებთ ძმრის დასხმის პროცესს გაჩვენებთ. და საბოლოო ვერსია. კარგი, ცხარე 200 გრამი. ძმარი, მალენკოვის ჭიქა. ეგრეთ წოდებული. და მორჩა. ყველაზე გემრიელი, ყველაზე ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი სანდროსგან სათარის.